პატარა ბავშვები ცმუკავენ ხოლმე ცმუკავენ. ესეთი ვარ ახლა. ესეთი ვარ, იმიტომ რომ ორი ძალიან კარგი ჩემი აზრით ლაფროიგი უნდა, არა ძალიან გამორჩეული და exceptional, როგორც ამბობენ ხოლმე, core range-ის გაგრძელების ყველგან როიყიდება ესეთი ლაფროიგი, მაგრამ ძალიან კარგი. გამარჯობა ვისკის მოყვარულთა კლუბი თქვენ წინაშე. ლევან მე დავით ველიჯა და ლევან ჭედია და ორი ლაფროიგი გვაქვს შესაძლებელი. ძველ, კარგ, თუბ, ხარისხიან მრგვალ ყუთებში ჯერ კიდევ შავ. ორი შავი ლაფროიგი. იმიტომ რომ ამ ხაზში დანარჩენები თეთრ თუბებში არის მოგახსენებათ და შავ ლაფროიგებს ვეძახით ამას. ლორი და ლეგასი. ლეგასი 1815. ესე ქვია ამ ლაფროიგს. ჩვენ ორი გასინჯული გვაქვს ცხოვრებაში. პირველად ამას არ ვსვქრებთ. შეგიდარებია ერთმანეთისთვის აქამდე? არა. არ შემიდარებია არასოდეს, იმიტომ რომ ერთხელ ჩვენ დიდი ლაფროიგობა მოვაწყეთ, ერთ-ერთი დასაწყისი ივენთების იყო რა გახსოვს. იქ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, იქ ქონდა ჩვენ ლორი, მაშინ ივენთს გულისხმობ კლუბის გაკეთებული ივენთს. ლორი ქონდა და პრეზენტაცია ქონდა შერიოქის ახალი შერიოქის მაშინ გამოვიდა იმ წელს და იმ მომენტში და ეს ლეგასიც აქ მქონდა ერთი ბოთლი, ეს მეორეა უკვე. შედარება ერთად არ მქონია, იმიტომ რომ ლეგასი მქონდა, თითქმის ყოველთვის მქონდა, ერთი მქონდა დაიცალა, მე მეორე და მე აი უცბად ერთი ადამიანი მოვიდა და ეს ლორიო შენ ჩემგან საჩუქრათო. ეს იყო მაჩუქა. ხო და აი რახან მაჩუქა ახლა დავალევინებ. მოკლედ, მოდი შენ დახსენი რა ეს გახსნილია. ერთადერთი არასამართლიანი მიწა ვინც არ იცით ეს მიწა კი არა კაცო, მიწის პასპორტი აქ კოდია შიგნით ადრე აკეთებდნენ ამას მე მგონი, ახლა აკეთებენ ყუთზე აწერენ. ქაღალდის ყუთზე ამჯერად უკვე. დიზაინის შეცვალეს მოგეხსენებათ და სახელები ძოდნაო ლეგასით დარჩა ჯერ კიდევ უშვებენ და ლორით დარჩა ჯერ კიდევ უშვებენ, ლორ კასკი და ლეგასი კასკი თვია თუ რაღაც ქვია და ძალიან დებილურ ერთფეროვან ნაცრისფერ ყუთებშია ყველაფერი გადატანა. აჰა, შენ სამახსოვროდ შავი ჩაჩი. ესეც შესანახია უკვე, ესეც შესანახია. ხო, ერთადერთი უსამართლობა მგონია რომ ეს კალგახნის განიავებული არის და არ ვიცი რამდენად იმოქმედებს ეს განიავება მის ასე ვთქვათ რა ქვია იმაზე გემოვნურ თვისებებზე წესით უნდა გამტკბარიყო ეგ იქითაა ხო? ხო, ლორი. და ლორი ახლა გავხსენით როგორც უკვე დაინახეთ და ნახოთ რა მოხდება თუ გაგვაუცებს ეს ყველაფერი ყველას. ორი სიტყვით გეტყვით, მაინც ყოველ შემთხვევაში მის კონცეფციასა და იდეებზე, ესე იგი Legacy Edition 1815 არის. Legacy რა, Legacy როგორ არის? მემკვიდრეობა. ხო. მემკვიდრეობა, ანუ ის რაც ანდერძით დაგიტოვეს და 1815 ორი საუკუნოვანი მემკვიდრეობა და ჯერ კიდევ წინა მასტერ დისტილერის უკვე ცოცხალი ლეგენდაო ლაფროიტის საიძე ესე წერია, ლაფროიგის საიძე ესე წერია, ესე აფასებენ იმ ადამიანს ჯონ კემბელს, რომელიც წავიდა აღარ არის ლაფროიგში. და მან შექმნა ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი კარდიასის ხაზი იქნებოდა ეს თუ ლორიც მისი შექმნილია და ლორზე არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ ეს ლეგასის მისი დამასტერ დისტილირებულია ასე ვთქვათ და ძალიან მაგარი ადამიანი იყო. რა ვარ მუქია ეს ხედა უფრო იმასთან შედარებით ლორთან შედარებით ხო? ლეგასი ხო? ლეგასი მუქია. და ლეგასი არის ორ საუკუნოვანი მემკვიდრეობის ამსახველი შინაარსი არის ეგეთი რომ 1815 2015 1915 და 2015 წლის. თუმცა 2017 წელს გამოვიდა როგორც ნახოს დააგვიანეს გამოშვება. უბრალოდ აღნიშნეს ამით ორ საუკუნოვანი ტრადიცია. ასეთი ამბავი იყო და ლორის უბრალოდ ლორი არის რაღაცა ლაფროიგის მოყვარული ადამიანებისთვის შექმნილი ჩვენი ისტორიის გამომსახველი ადურაკულ ტექსტებს რომ ამბობენ ხოლმე რაღაც ეგეთებით სავსე ამბავია, მაგრამ თავარი არის ის რომ დაწვრილებით კასრებს არ გვეუბნებიან ესე მაგიჟებს რა მარტო ამათმა არიციან ეგა რა სიტყვაზე აი მაგალითად Legacy Edition-ზე წერია რომ გამოყენებული არის first fill bourbon ბარელები, ბურბონის ex-bourbon კასრები, first fill-ი გავიგეთ ეგა ძალიან კარგია და ასევე European hogsheads აი მიდიდე ხე იმარჩი ან რომელი ევროპული ფრანგული მუხა, ესპანური მუხა, ან მანამდე ამ ევროპულ კასრებში რა ესხა. მადლობა, ევროპიან ჰოქსედს ყოფილი დაძველებული და აი რამდენი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს ამისი რა. არ ამბობენ და რა გავაკეთო, შენ ნახო კარგად თავისი ინფორმაცია. თავარი გემრიელი იყოს და კარგი იყოს. ლორსაც შეეხება, ლორი გვეუბნება, ოფიციალურად გვეუბნება, რომ მასში ასხია 7-დან 21 წლამდე სპირტები, დაძველების, ესე მერყეობს და ამ დროს ჩვენ რა თქმა უნდა ყველა რიგითი მომხმარებელი და განსაკუთრებით კი ჩასაფრებული მომხმარებლები მაშინვე ვფიქრობთ რომ 95% 7 წლიანი ესხმება, მერე შუა ნაწილი იქნება 15-16 წლიანი და ერთ კასრზე ერთი წვეთი იქნება 21 წლიანი, რომ უფლება გქონდეთ რომ ეს თქვა, ხო და კაცმარი შეიძლება ისიც არ არის, მაგრამ
ეგრეც გვიყვარს ხოლმე 7-დან 21 წლამდე და აქ კიდე მეტი კასრების მიქსი, ეს ძალიან კასრების მიქსია რა. აქ first fill bourbon-იც არის გამოყენებული, ხერესის კასრიც არის გამოყენებული, European hogshead-ებიც არის გამოყენებული, კაცმარის წრეები და ასევე quarter კასკებია გამოყენებული. მეტი აგრესიისთვის და მეტი ტანინებისთვის quarter კასკი ლაფროიგს ცალკე რო ლაფროიგის მოგონილი quarter კასკზე ალაბარგი დაგრძელებულ აი ეს თეივებს ამოიღებენ ხოლმე, აი ეს ხო დაგრძელებულ კასკზე ამას ბერჯენ მოლაპარაკე, ახლა აღარ მოყვები. ესეც გამოყენებულია და მიქსია ამ ყველაფრის. ეხლა ფერში ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს რა. არ ვიცი რა როგორ იქნება. მოდი ლეგასით დავიწყოთ მარცხენათი. იმიტომ რომ ეს ლეგასი ხო European hogshead-ი არის ალბათ და მაგიტო. იქაც არის გამოყენებული. კაცმა არის ას გაიგებ. ეხლა ისტორია მოუყვეთ არა ლაფროიგის. აუ გაჩერდი. გაჩერდი და აუ დამალევინე ლაფროიგი კაცო აღარ მინდა. ხო და ორივე ხელმისაწვდომია ხალხო ასეთი შეფუთვითაც კი შეგიძლიათ იშოვოთ. ჯერ კიდე სადღაც წააწყდებით, ხო ეს ცალკე ამბავი კი, ეს ცალკე ვიდეო გავაკეთოთ ამ travel retail-ზე რა. აი რა დებილობა, რატო გადაწყვიტეს ოდესღაც რომ ვისკები travel retail-ისთვის გაეწირათ. ცუდი ვისკი უნდა გაეშუათ იქ თუ კარგი აეროპორტებში უნდა მოწყენილად ვისკები საცუდავად ყოფილიყვნენ, აეროპორტებში სადაც არც ვისკის მოყოლები და თუ გადარბენით არიან და ვერც ასწრებენ იმის ყიდვას და აი აეროპორტში რატო აეროპორტისთვის გამოშვებული ვისკი რა არის ამ ხსენ. აი ხო მოკლედ ვერ გავ travel retail-ი არის ლეგასი თუ არ ვწდები და ლორი არა ლეგასია. ლორი არა, ლორი იმაში გადის. კორენჯ. მართალი ჩვეულებრივ მაღაზიებში იჩითება ხოლმე მე, მაგრამ travel retail-ი რა იყო და რა შექმნეს და რატო და აი რატომ მოდი გამოვუშვათ ვისკი რომელიც გაიყიდება მარტო აეროპორტებში. აი რატო ამიხსენი? არ ვიცი, არ სამგორ ლიტრიანია ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ხო, ხშირი შემთხვევაში ლიტრიანია. აი შევეშოთ. PX ლიტრიანია. ისიც travel retail-ის კატეგორიაში გადის. მოკლედ ორივე შეგიძლიათ ჯერ კიდე იშოვოთ, დაახლოებით ერთი ფასია. ნახეთ, წარმოიდგინეთ ხალხს აეროპორტში სადმე მობოდიალდებით, კარგი ნამოგზაურები, კარგი ნასიამოვნები, დაღლილი სახში მოდიხართ, თბილისში დაბრუნდეთ და ან საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში სადაც ხართ და აი უცბად შეგეთ და ორივე დევს. ბიჭო რა ვქნა ახლა? აი მაგისტვის ვარ თან დაახლოებით ერთი ფასია. ცოტა ეს გაძვირდა. თავიდან ერთი ფასი იყო და ეხლა მან გაასწრო, არ ვიცი, რატო ლეგასი უფრო ძვირია, ასე რომ დღეს. ამას დაახლოებით 80 რომ და იშოვით, რამდენადაც მე მახსოვს. უფრო იაფათაც შეიძლება რომ იშოვოთ. რითი დავიწყოთ? რავი ლეგასით მუქია უფრო. მარცხენა და მარჯვენა დავიწყო ესე ვწერთ რა და. კაი. თან განიეობა უნდა ლორს. განიევებულია ხო ეს ხო. ის кай ხნის განიევებულია და იმედი მაქვს რომ ამ განიევებით დიდი ხნის განიევებით არ გაფუჭდა. დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მე თვითონ ეს არ დამისხია, რაც ამაში არის ახლა ჩასხმული, ალბათ 1-4 თვეა მე ამ ბოთლიდან 5 თვე, 6 თვე შეიძლება იყოს რომ ამ ბოთლიდან აღარ დამისხია და ესე დგას. რაღაცა ინფორმაციას მეს ვიტყვი ახლა ამას. ამათ რამე გამომჩა? 48 გრადუსია ორივე. ხო. გამომჩედია. აუ, კაია ბიჭო. გამტკბარია. მე შევიდა გამტკბარია რა, მე არს მახსოვს როგორი იყო ეს. მეტი ნაცარი იყო. და მე თავიდან მახსოვს სუპირველი ბოთლი გავხსნე მაგაზი გავგიჟდი, ისე სწრაფად ხმებოდა. ანუ დეგუსტაცია რომ დავიწყეთ მაშინ სხვა რაღაცებსაც სხვადასხვა ჩემ თავს ინჯავდით და ეს და პირველი გავსინჯეთ ერთ-ერთი ნაცარი და სიტყვა ერთად იყო. მე დავდგით და კიდე ერთი 5-6 ვისკი გავსინჯეთ. მე დავისვენეთ, ჩაი დავლიეთ რაღაც ნაყინი შევჭამ. მე მოუბრუნდა ვისკებს და ეს დატოვებული მქონდა და ისეთი გამტკბარი იყო 2 საათში, საოცრად რა. და ეხაც განიევებაზე გატკბა ეთყობა რა. ძალიან ტკბილია და ნაცარია ლაფროიგის ნაცარი არის, ლაფროიგის ტრადიციული ნაცარი ჩაოლებრივად იგრძნობა. ტორფი არ არის ისეთი მძიმე. არის ისეთი მძიმე არ არის როგორც თქვა ეხლა 10 წლიანში, კასტრის წლიანში, quarter-ში. და 40 გრადუსიან 10-იანში უფრო მეტი ტორფია. უფრო მეტი ტორფია კი, უფრო მეტი იგრძნობა. აი ეს ძალიან გამტკბარია და აი ეს ძალიან გემრიელია. აი ეს კარამელები და ამის სიტყვა, იცი რა არის? სიტყვასთან ერთად არის ამ თხილები და ისენია, ნუში არა, უფრო თხილი და ნიგოზი. თხილები არის ნახე, თხილი და ნიგოზი იყო ნახე, თხილზე იმას კარამელში რო ავლებენ ხოლმე რაღაც ეგეთი არის. გამტკბარი თხილები რო არის ხოლმე, დამტკბარი თხილი, რაღაცაში ამოვლებული. აი ეგეთი სუნი აქვს რა, იმას რომ გემო აქვს, ამას ეგეთი სუნი და ეს ყველაფერი ნაცარში არის, ნაცარში და ოდნავ გაკრავს იოდი, ნუ ლაფროიგია რა. ხო, მაგრამ ერთი 3-4 ღრმა შეყოლოსთვის მერე ის იოდიდანაც არის ხრება და აი ეს სიტყვა შეება რა მარტო და ის უბრალოდ აბალანსებს ის ნაცარი. წარმოიდგინე რა ძალიან კარგი ბალანსი აქვს. ძალიან კაი. კი, აბა ეხლა ნახოთ ლორი ახალი გახსნილი. აბა ძალიან ღია თხელია ხო, უფრო ფერი არის თხელი, ანუ ღია მინდოდა მეთქვა თხელი. თორე თვითონის ფეხები თუ ცრემლები, ზოგი ფეხს ასახავს, ზოგი ცრემლს ეგ აქვს. რჩება და არც ჩამოდის. კი, ეგ აქვს, ხო. წესი ცხეული უნდა კონდეს. ამას ნახე. ამაზე როგორ არის დარჩენილი შეგეთ. აბა ნახოთ. აუ, საერთოდ სხვა რაღაცაა.
საერთოდ სხვანაირია. აქაც არის ნაცარი და სიტყვა, ოღონდ საერთოდ სხვანაირი. აუ. ვერს სულ სხვა. ბიჭო, აქ გაჩნდა სიმჟავეები ახლა ხილის ისინი. არაფერი არ მომივიდა ლორზე. ანუ ძალიან მრავალფეროვანია ეს ლორი და ძალიან განსხვავებული ლეგასისგან, მაგრამ არ მომივიდა თავში რა ვთქვა. ნახე, აქ სიმჟავეა უფრო მეტი. ეხა ჩვენ კასრებზე რო არ მეთქვა გავლენა, არ ვიცი, ვინ რამდენი ხმაზე, აქ ბურბონის გავლენა მეტია ლორში. ნახე, კარამელი და ვანილი. ვანილი, კარამელი არის მეტი. კი. და ცოტა ისიც ციტრუსიც, მაგრამ აი აქ ეხლა ვანილოვანი კრემი. ხო, კრემია, ახალი ათყოფილი კრემი. აი აქ უფრო ხერესული განწყობა გაჩნდა, რომელიც არ ვიცით არის თუ არა შეიძლება ევროპიან კასრში, მანამდე ხერესი რას გაიგებ. ნახე ცოტა ჩამწიფებული ხილი უკან ოდნავ, სუ ოდნავ. იმასთან შედარებით. რაღაცა სიმჟავე დაკავს კიდე ცოტა ოლოროსოს. ხო და აი მაგას გეუბნები, მაგის სიმჟავე. ამას ღვინო უფრო ეტყობა. ამას ბურბონი უფრო ეტყობა უკან. ორივე ძალიან მაგარია. ძალიან კაია, აქ არის ციტრუსი, აი ციტრუსთან ერთად ეს ვანილის კრემი არის შეფუთული ლაფროიგის შეფუთვაში რა. ლაფროიგის შეფუთვა არის ნაცარი, იოდი, სიმლაშე, მინერალები, აი ეგ არის შეფუთვა. დანარჩენი ამაში არის შეფუთული, უკვე აი ის რაც გითხარით. იმაში ის რაც გითხარით. ხო. ორივე ძალიან სხვადასხვაა. კი, აი საერთოდ სხვადასხვა ვისკია. გასუნჯოთ. რომელი? არ ვიცი. რომელი ჯობია? მოდი პირიქით გავსუნჯოთ. კი. ლორი. მე რომ მიყვარს ეს ბიჭო რა სიტყვა დატოვა? რა სიტყვა სადნახე? ეხა წამოვიდა გვიან. მტვერი ეს ანტიკვარის მაღაზიის არომატები. გამოვლების დროს სიტყვა უფრო ტკბილი და როგორც კი ჩაყლაბი წამოვიდა უამრავი ნაცარი და მტვერი და ეს ანტიკვარი. ნესტი. და ეხა არ გადავიდა ეგა? და სიტყვები არ წამოვიდა? არა. ჩემთან წამოვიდა. ტრიალებს. ძალიან ეს გიჟდები ამაზე აი. აუ კრემია, ჩემთან კრემი არის ბევრი. აი კრემი ბევრია, პონჩიკის კრემია ჩემთან ბევრი. მაგის უკან. ნაცრის უკან. არა, ჩემთან სიტყვა არ არის საერთოდ. აი ჩემთან არის აი ბუნებრივი ხის ფიცარი, ყოველგვარი ლაკის დრასის გარეშე და ზერო ურტყავს, მაგრამ ფიცარს და მტვერის რო ადებს ამ ფიცარს და აი გაცხელებული მტვრის სუნი რო დგას ამ ფიცრისგან. აი ნახერ ხის და მტვრის სუნი ერთად რა. ხის სუნთან ერთად, ხის სუნია, კარგი ხის სუნია. აუ, ძალიან გემრიელია. აუ. არა ბიჭო, სიტყვა მოაქვს. ჩემთან არ არის ეს. მოაქვს, ძალიან მოაქვს. აი ნაცრის უკან მოაქვს მსუყე караქიანი კრემი, გეუბნები რა. ცხვირზე არის, გემოზე არა. ცხვირზე არის, მაგრამ გემოზეც არის. რა, ჩემთან დატოვა ეგა. აუ, რა სიგრძე ფინიშია ხე? ძალიან კაი ვისკია. სასაულია. ამარტებს პას. ისე ლაფროიგების თაობები რაც ჰქონდა, კარდონის ხუთმა ყველამ გაიმარჯვა ბლაინდზე გარდა შერისა. 10 წლიანი შერისა. ხო, იქ იმანაჯობა, ხო, აღარ მახსოვს. ეს ლორიც საინტერესო შესაძლებელი იქნება ის. კი, ეს ლორი ახლა გავხსენით და საკუთად. ჩავიგდებ ხელში და შევადარებთ, ძალიან საინტერესო იქნება, კი. აუცილებლად. აბა, ამენანება წყლის დალევა ბიჭო, კიდე არის ფინიში. თელი ბოთლი გაქვს. ყოველთვის კი არ მჩუქნია ბიჭო გითებს. აუ, ეს ცხვირზე კიდე უფრო კატკბა ნახე. ეგ ვთქვი, მაგრამ სხვა სიტყვა აქვს, აბსოლუტურად სხვა სიტყვა აქვს, რამხელა, აუ, ძალიან სხვადასხვაა რა და ძალიან კაია. აბა. ეხლა ბლაინდზე ვიფიქრებდი რომ ის იყო, არ დაგაცადე. რომ ხერესის კასრი იყო რაღაც აფინიშება ისეთი რაღაცა. არა, არის აშკარად ხერესი არის აშკარად რა. ძალიან იგრძნობა ეს რაღაც ჩამიჩები და ქიშმიშები რა. უფ, ძალიან კაია. ვაფშე სხვა არის. ოლოროსოა რა. ოლოროსოა. ნეტა ახლა აქ ქონდა შევადარებდით იმას. შერიოქს. აბა. ძალიან საინტერესო იქნება და მე მგონი ძალიან სიმილარიტი იქნება. ძალიან ბევრი საერთო 80% ბუკეტის ჩემი რეცეპტორების მასწავლობა თუ არ მღალატობს 80% ბუკეტის მას ლეგასის და ოლოროსოს ერთი ექნება. თქო, მცირეოდენი სხვაობა. მე მგონი პროსტა იქ იმაში უფრო ბევრი ნაცარია ვიდრე აქ. ახალში. ახალში ხო? ძველში მეტი ოლოროსო იყო. ო, ამ საერთოდ სხვადასხვა ვისკია. აუ, საერთოდ სხვადასხვა ვისკია. ეს ლეგასი არის, აი მართლა გემოზე აი დამჯდარია უფრო. ოლოროსოს არომატები რაც არის ეს სიმშრალე, ქიშმიში და ეგეთი რაღაც ჩირეული და ეგეთი რაღაცები არის და
უკან მოძდევს ნაცარი და ძალიან ისეთი ყრუ შებოლოა რა. იქ სულ ვანილი და კრემია, კარაქიანი კრემი რა. ძალიან დიდი ცხოვრება. ჩემთვის ეგ არ იყო, ოღონდ ჩემთვის გემოზე, ცხვირზე ეგ არის და გემოზე ჩემთვის იყო ნესტი, მტვერი და ესეთი რაღაცა არომატები რა. წარმოუდგენელი, ეხლა ეს რომ ბლაინდზე გაგვესინჯა, აბა რომელი ჯობია. არანაირად შეიძლება რომელი ჯობია. ორივე აბსოლუტურად ძალიან კარგია თანაბარ დონეზე რა. რო არ მოგატყუოთ მომეჩვენა რომ ლორს უფრო მეტი აფეთქება და ფინიში ქონდა, მაგრამ პროსტ ჩვენი რეცეპტორები ლორით გადაიწვა და აი ეს ვეღარ მეორეს რასაც სინჯავ, რაც რომ წყლით ჩარეცხო, მაინც იმაშობთ მით უმეტეს წყალი აძინებს მე რეცეპტორებს. მაინც რეცეპტორები იჩაგრება და მეორე ერთ ნახევარზე უნდა გაამრავლო ხოლმე ეფექტი, ვიდრე ხო და ლეგასის მე ხო კიდევ უფრო გადაიწვებოდა და მოდი აბა ლორი კიდევ ვნახოთ. მოდი. ახტოვანებას ვერ მალავთ და გავაგრძელებთ ცოტა ხანი ვიდეოს თქვენი ნებართვით. ეხლა წამოიღო კრემი. აი მეორე კლუბზე კრემი არის. აი ჩემთან პირველებზე ვანილი. წავოვიკე. კი, აი არის ამ. ოღონდ გადავყოლები თუ არა ნაცარი წამოიღო ეგრევე კრემი. ჯერ ნაცარი, მერე მოდის. ის აღარ არის. ის აღარ არის. პირველ კლუბზე რას იყო, რაც ეს გავგიჟდა. ხო, იმიტომ რომ ისაქნა კაცო რეცეპტორები. იმაზეც დაისაქნა უკვე, გაღიზიანებულია და ვეღარ აღიქონს. მაგრამ ამ ვერახმაში რასაც აღიქონს, ეგ არის მთავარი გამოსაჩენი. პირველ კლუბზე უფრო მომეწონა ლორი ვიდრე მეორეზე, იმიტომ რომ პირველ კლუბში იყო აი ეს ნესტი და რა ქვია მაგას. მეერეც გექნებოდა ეხლა უბრალოდ მეორეს ძალიან სწრაფად ვაყოლებთ ვიდეოსთვის, თორემ ცხოვრებაში ესე ხო არ ვსვავთ. უზარმაზარ პაუზას გავაკეთებდი, უზარმაზარს სანამ სხვა ვისკის გავსინჯავდი. ცხოვრებაში შოთებით ვსვამთ. რა თქმა უნდა. ხო, რა ვიცი ახლა, რა ჩემგან მე ხო სუბიექტური ვარ, ამის აირენ პარკის არ იყოს და მაკალანის. მაკალანზე არა ვარ, მაკალანზე. კარგი ბოლოს როდის თქვი არ მახსოვს. პრინციპში აირენ პარკზე. ხო და მე აბსოლუტურად გამართლებულად კი არა, ეს გაისროლოთ შეგიძლიათ, რამდენიც შეგიძლიათ რომ გაისროლოთ ამ ორივე ბოთლში, რამდენ ბოთლზე შეგიძლიათ რომ გაისროლოთ ჯიბერის საშუალებასაც გაძლევთ და თუ ეს თქვენ გიყვართ, ერთი წამით არ ინანებთ რა. ერთი ბოთლი მოგდით, ერთი იყიდეთ. ორივე მოგდით, ორივე იყიდეთ. ორივე სამ-სამი ბოთლი მოგდით, ორივე სამ-სამი ბოთლი იყიდეთ და არ დაინანებთ არა. გამორით თუ ოდნავ მაინც ლაფროები გიყვართ, ეს ორივე ვისკი არის აი თქვენი კი არა და აი ძალიან კარგი რა. ძალიან კარგი. ჩვენ კიდე შევეცდებით რომ ლორის ახალი მუყაოს კი არა და ხო, დავითრიოთ და შევადაროთ. თეთრი კოლოფით ახალი გამოშვება ვიშოვოთ და თაობების ომებით გავარკვიოთ ახალი ჯობია თუ ძველი. ლეგასიც შეიძლება დაკიდია დარჩენილი, მაგრამ ლეგასი უნდა ვიმოგზაუროთ მაშინ რა. ლორის შევადარება ჯობია ის ლეგასი მაინც იცლება უკვე და ძალიან განიავდა რა. თქვენ გაქვთ გამოვუშვით და შევადარებთ, რა ვიცი, ნახოთ. ეგეც ვარიანტი. ხო, მადლობა დიდი, ხარს გვიჭერთ და გიყურებთ. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.